Ho! მოგესალმებით, ჩემო პატარებო. ეს რა არის? ეს არ ვიცი, არ გვჭირდება. ეს ჩემ დროს არ არსებობს. მე ჩამოვედი შორეული ლაგოდეხიდან, რომ მოგართვათ ყველა საჩუქრები, ვინც დაიმსახურეთ ამ წელს. აი, სად მიდის თქვენი ჩარიცხული თანხები, მეგობრებო, ეს წვერი იცით რა ღირს და ყველას გონიათ რომ 2-3 ლარი ხო მეც ეგრე მეგონა. ბუმ. 10 ლარი. მოკლედ, დღეს ჩამოვარიგებთ საჩუქრებს იმ ადამიანებთან, იმ ბავშვებთან, ვინც იმსახურებს. და დღეს დავიწყოთ ჩვენ გადაცემის ფავორიტი ადამიანით. პატარა ალეკოს წერილი შემოგვივიდა ჩვენ გადაცემაში, ასე რომ გავხსნათ. აი, პატარა ალეკოს წერილი, მოკლედ. გამარჯობა, ძია სანტა, პაპა. ძია სანტა პაპა. ცოტა უცნაურია, პატარა ალეკო, მაგრამ გავაგრძელოთ. ძია სანტა პაპა, წელს ცუდი ბიჭი ვიყავი, ცუდად ვიქცეოდი. არა უშავს, პატარა ალეკო, არა უშავს. სანტა ყველას პატიობს შეცდომებს. შეცდომები ყველას მოგვდის. რა გააკეთე, მოდი გავაგრძელოთ წერილის კითხვა. ალბათ შოკოლადი მოიპარე ხომ მაღაზიიდან, არა უშავს გეპატიება. უბრალოდ მივიდეთ და გადავუხადოთ მოლარეს შოკოლადის თანხა. მოდით ნახოთ, რა შეცდომა დაუშვა პატარა ალეკომ. ჩემი ფიშტოთი შეუვარდი სასამართლოში, ბენზინიც გქონდა 3 ბოთლი და გადაწვავცადე. არა უშავს ალეკო, არა უშავს. მაინც გეპატიება, რადგან მე ვარ კეთილი სანტა. მოდი ვნახოთ, აბა რა საჩუქარს ითხოვ. ეხა ციხეში ვარ და გთხოვ გამომიგზავნო საჩუქრად პური, ოღონდ შიგნით ჩადო ქლიბი, რომ გავიქცე ციხიდან. ესეთი ბავშვისგან სხვას არც არაფერს მოველოდებოდი. თან ბევრი გრამატიკული შეცდომაა ამ წერილში, მაგრამ მოდით მივუტევოთ პატარა ალეკოს და გავგზავნოთ პურში ჩადებული ქლიბი. აუცილებლად, რომ გამოვიდეს ციხიდან და კიდევ მეტი სისულელე გააკეთოს და მისცეს ჩვენ გადაცემას მეტი სასაუბრო. შემოგვივიდა შემდეგი წერილი, აბა შემდეგი ბავშვის წერილი წავიკითხოთ, აუცილებლად არც ერთი ბავშვი არ დარჩება, ისოდეთ წერილ წავკითხავი. შემდეგი წერილი გვახლავს 3 კაცისგან, მოიცა ერთ წამი. ხო, 3 კაცი წერს ამ წერილს, რომ პატარა ბაჩანა, პატარა მურთო და პატარა პატა. წავიკითხოთ, ეხა პატარა ბაჩანა და ტიპი ჯალათია, იმე და ხალხს აწამებს და წამების გამო იჯდა 7 წელი, მე მგონი. ბლიად. პატარა ბაჩანა რო გამოვა იასნია დამბრიდავს, მაგრამ ნუ რა ვიყო, თქვენ გამო გამომწერების გამო რაზე არ ვიღადავებ, მეგობრებო. პატარა ბაჩანა, პატარა პატა და პატარა მურთო რას გვწერენ, მოკლედ. ბატონო სანტა, წელს ცუდი ბიჭები ვიყავით. ესენი ცუდი ბიჭები იყვნენ. ნახოთ, აბა გავაგრძელოთ კითხვა.
სამმა კაცმა რაღაცა დავლიეთ და სახელმწიფოს გადატრიალება დავაპირეთ. ეხა ზონიდან გწერთ ჩვენ ვეცი და ოღონდ მაყუთი არ გამოაგზავნოთ კონვერტებით, პატრული ყველაფერს მოტეხავს. კოლშიკ ნაკალიმნე კუპალა რიადამ ჩუდა ტურნი კრესტ სიკონამი Чтобы там играли кала-кала. ძალიან ცუდად მოიქცნენ ეს სამი ადამიანი, რომ სახელმწიფოს გადატრიალება დაგეგმეს და ასე რომ მათ არ შეხვდებათ პურში ჩადებული კლიბი, მათ შევახვედროთ ნახშირი. ასე რომ ეს ნახშირი გადაეცემა ამ სამ ადამიანს. შემდეგი წერილი გვაქვს ჩემი საყვარელი ტიკტოკერებისგან. ეს ხალხი ძალიან მიყვარს ეს ხალხი, ტიკტოკერები. ერთგულები, ტიკტოკერები გწერენ. ბატონო მიშა. მიშა არ ვარ კაცო, მე სანტა ვარ, მაგრამ ნუ კაი, ჩემ ძველ სახელს იყენებენ. ბატონო მიშა, როდესაც თქვენ ტიკტოკზე გამოჩნდით, ყველა ჩვენთაგანი გემეგობრებოდით, ყველა ვცდილობდით თქვენთან დაახლოებას, მაგრამ მას შემდეგ რაც მივხვდით, რომ თქვენ ჩვენთან არ დადგებოდით პოლიტიკურ ასპექტში, მას შემდეგ გაგრიყეთ, მას შემდეგ ვცადეთ თქვენი დაბლოკვა ერთი სამჯერ TikTok-ზე და ეხა ვითომ აღარ არსებობთ, ისე გექცევით, მაგრამ თქვენ მაინც ატრაკებთ, თქვენ მაინც აკეთებთ თქვენ საქმეს. ასე რომ გთხოვთ გვაპატიოთ, რადგან ვიცით რომ გადაგვივლით ყველას. ჩემი TikTok-ერები ძალიან მიყვარს ადამიანები, რომლებიც იძახდნენ, რომ თუ ეხლა არჩევნებზე არ წახვალთო, რუსეთში გაიღვიძებთო. მე აი აქ სადმე სნეგურაჩკას ხედავთ? ისევ მარტო ვარ. ისევ არ მყავს ჩემი რუსი ბოზი. რადგან მე სპეციალურად მივეცი ქართულ ოცნებას ხმა, რომ მე მეგონა რუსი ბოზი მეყოლებოდა. არ მყავს მე რუსი ბოზი. ანუ ქართულმა ოცნებამაც მომატყუა ეს. იგი და ტიკტოკერებმაც მომატყუეს. მე მეგონა ქართულ ოცნებას მივცემდი ხმას, მეორე დღეს რუსეთში გავიღვიძებდი და უკვე რუსის ნაშა მეყოლებოდა, მაგრამ არ მყავს რუსის ნაშა. ასე რომ აქ გასარკვევია კიდევ ვინ არის დამნაშავე, კოცები თუ ნაცები. ჩემი მთავარი მიზანი არის რუსი ნაშის ყოლა. ასე რომ ამათაც გავგზავნოთ ნახშირი. ჰო და რა თქმა უნდა ბოლოს საჩუქრები გადაეცემათ ჩემგან ჩემ კოლეგებს იუთუბერებს, რომლებაც ნუ ასევე გამრიყეს რა თქმა უნდა, რადგან არ შევუერთდი მათ იდიოტურ წამოწყებას, რომ იცოდეთ ხვალ თუ ესა და ისა, მაშინ რუსები ვიქნებით და ასე შემდეგ. ესაინც იგივე საკეთებდნენ, ამათაც ჩაიჯვეს, მაგრამ რატომღაც ხალხი ძალიან გულმავიწყები ხართ, მეგობრებო, და ეგ მწყინის ერთადერთი მართლა გულში, რომ მე მახსოვს ყველაფერი. და თქვენ ყველაფერს ივიწყებთ, რომ ამ დროს ამას გვეუბნებოდნენ იუთუბერები, ყველა შეკრებილი ერთად და მე არ აღმოჩნდა ეგრე. და всё, დაგავიწყდათ, გააგრძელეთ ცხოვრება. რატო აგრძელებთ ჩვეულებრივად ცხოვრებას უკაცრავად? აი მოდი გაჩვენოთ რა. იუთუბერების ის კლიპი ხო გახსოვთ? მე ზოგადად მაგ პერიოდში გავიცანი ყველა იუთუბერი, როდესაც ყველა მე მეგობრებოდა, რომ ყველა ბიჭო ერთი გუნდი ვარ და მე მგლები ვარ და რაღაცა ბიჭო ამას ვაპირებ და ხო გვიერთდები შენ, იუთუბერები. ის ვიდეო წაშლილია, იმიტომ რომ წინასწარაც ვეძებე და დედას ვფიცავარ ვერ ვიპოვე. ან თქვენ თუ იპოვით, რომ ისევ დევს YouTube-ზე, კი ბატონო, მაჩვენეთ, მითხარით რომ მიშა შენ არიციო მოძებნაო და მივიღებ შენიშვნას, მაგრამ მართლა ვერ ვიპოვე. ჩავწერე იუთუბერები არა რუსულ კანონს, ჩავწერე იუთუბერები კი ევროპას, ჩავწერე იუთუბერები მხარდაჭერა ევროპას, ჩავწერე იუთუბერები არა რუსეთს და ასე შემდეგ. ვერ ვიპოვე ეგ ვიდეო. მე მინდა გაჩვენოთ ეს ხალხი რა. და ამათი წერილი წავიკითხოთ რა თქმა უნდა. რომ ჩვენ ვართ თქვენს გვერდით და არა ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მომავალს.
აუცილებლად ვემიჯნები ძალადობას და დიდი იმედი ვინც ქუჩაში დგანან თუ ნაციონალები ან უცხოეთის აგენტები გგონიათ ჩემი აზრით ვერ ხედავთ ვერაფერს რადგან ამ ადამიანებს მართლა თავისი ქვეყანა უყვართ და მზად არიან ბრძოლისთვის შენ რატო არ დგახარ ახლა დღეს ქუჩაში ჰიტა არა ჰიტას დიდი მადლობა იმისთვის რომ მოვიდა ჩემ გადაცემაში როდესაც მხარდაჭერა მჭირდებოდა მართლა დიდი მადლობა მაგრამ ანუ უბრალოდ მე ისეთი ადამიანი ვარ კარგსაც გამოვხატავ ცუდსაც ჰიტას ძალიან დიდი მადლობა რომ მე მხარი დამჭირა როდესაც მჭირდებოდა გადაცემაში მოვიდა მაგრამ ნუ მამეთ სტოპ აი ხა თუ ვინმე გამაკრიტიკებთ ირაკლი კობახიძეც ეგრე არ ვარ ირაკლი კობახიძეს არ ვაკრიტიკებდი და მე რომ არ ვთქვი რომ მეთქი ფასების დაკლება კარგია თქო კი ზუსტად ეგრე ვარ ასე რომ არაფერი ბოდიში მოსახდელი არ მაქვს ყოველგვარი ზედმეტი იყო და ამიტომ დავდგეთ ისტორიის ვაფშევინა ბოზოშვილი ხდება რუსეთისკენ იმიტომ რომ ჩვენი მომავალი არის ევროპაში რაც იგივე აზრზე ვარ და არა რუსეთს არა ყველაფერი იმას რაც მიგვექაჩება რუსეთისკენ იმიტომ რომ ჩვენი მომავალი არის სოსო რატო არ ვარ რუსეთში რატო არ მყავს მე რუსი ნაშა გვერდზე რატო არ მიზეს რუსის ნაშა ერთი წელი გავიდა თქვენი ვიდეოდან ხო ერთი წელი კი არა რამდენი წელიწად ნახევარი გავიდა ამ ვიდეოდან რატო არ მიზეს მე რუსის ნაშა გვერდზე გეკითხები სოსო შენ პირადად ან თუ რუსეთში მივდიოდი თუ რუსეთისკენ მიგვაქანებდა თავრობა რუსის ნაშა რატომ არ მიზეს? სნეგურაჩკა რატო არ მყავს? მარტო რატომ ვზივარ? ევს და გვაშორებს ერთმანეთს. ეს მინდა. გაისახება საქართველოს. მაქსიმალურად გასაწევია, იმიტომ რომ მაქსიმალურად გვინდა რომ ეს ჩვენი პოზიციაც დავაფიქსიროთ და გამოვხატოთ ჩვენი უბრალოდ ხალხის გვერდით კი არა, ხალხში ყოფნა, ესე ვთქვათ. და რაც ყველაზე მთავარია, კანონი. მაგაშია საქმე, რომ ხალხში გინდათ ყოფნა, სადაც გგონიათ რომ უმრავლესობაა, იქ გინდათ ყოფნა და მე აღმოჩნდა ეს უმრავლესობა, კოცები და უცებ თურმე არც არაფერი ხდებოდა, კაცო, ამათი დედა ესენი ყოფილან უმრავლესობა. კოცებო, მიყვარხართ! თქვენიანი ვარ. всё, ხმას აღარ მოვიღებ იმაზე, იმათი დედა არა ძმებო ეგრე ქენით ყველამ ბიჭო წინა წელს გვეუბნებოდით ყველას რომ აი ხა რუსეთისკენ მივდივართო всё შემდეგ წელსო იმენა ყველა რუსულად ვილაპარაკებთო და წელს ათამაშებთ Xbox-ებს მაგას როგორ ხსნით არა მაგას როგორ ხსნით ანუ თურმე არ ხდებოდა ეგ ყველაფერი არა ბიჭო აი ეგეთი ხალხი ხართ რომ სადაც ხედავთ უმრავლესობას სადაც ხედავთ რომ მოდი აი ეს ჯგუფი შევიკარით მეტანი ვართ და მოდი აი ხა დავჩაგროთ ცოტა ადამიანი აი ეგ არის ბიჭო რომ ჩემი დარეპორტება სადაც სამჯერ TikTok-ზე სამივეჯერ გადამაგლიჯეთ თქვენი ყველა რეპორტი რადგან მე დებილი არ ვარ და თქვენ ყველა ნაბიჯს ხვდები და ვხედავ და ვერც ერთხელ ვერაფერი ვერ მიქენით მაგრამ აი ესეთი ადამიანები რო ხართ რა ეს იუთუბერები, ტიკტოკერები და ამ შემდეგ რომ მე თავიდან მართლა მეგონა რომ მეთქი თურმე ხალხი ერთობა რა თავის საქმეებს თურმე რა სადავ ბანაობ რას ერთობა ხალხი რას თავის საქმეს აკეთებს ხალხს ყველას აქვს იმენა დაგეგმილი რაღაცა აი პროპაგანდა გასავრცელებელი რა და ყველა ფულს იღებს ამ ყველაფერში ბიჭო აი ესეთ სისულეებში და ესეთ ვითომ მოწოდებებში რომ ჩვენ გვინდა ევროპა კაი მეც მინდა ევროპა მე ვინმეს მოუწოდებ რომ აი გამოდით აქეთ და მთავრობა მიგვაქანებს რუსეთში რატო არ გაგვაქანა მთავრობამ რუსეთში მოკლედ არ ვიცი გაჩვენებთ მოკლედ ანუ ესენი არიან პოპულარული იუთუბერები რა აი გაჩვენებთ ახლა ვინც არიან ტოპ იუთუბერები რა აი იმენა ნახვებით რა იმე ტოპ რა არა აქ არანაირი კლანი და რამე არ არსებობს მეგობრებო ანუ ეს ყველა არის უბრალოდ ერთ აზრზე მდგომი ფულს არავინ იღებს უბრალოდ აი ეს ყველა ხალხი არის ჩემზე პოპულარული და მე მაგიტო არ მპატიჟებენ არც აი ეს ადამიანი არის ჩემზე პოპულარული აი დიახ აი ეს ბატონი საროჩკა შემდეგ ქალბატონები აი ეს ჩემზე პოპულარულია ნამდვილად აი ეს ვიცი ეს G2G-ა რომელსაც მაფია მიყავს მაფიაში რამდენჯერ დამპატიჟა ბუმ 0-ჯერ და წინა ადამიანებზე პოპულარული არ ვარ ხო
ეს მილიონი გამომწერიანი კაცი ყავს კაცო აქ. ესე დგას. რემბო, მაგარია. სად ხარ რემბო ძმა, ძმის გული? რუსეთში რატო არ ვართ? რატო არ ყავს აქ სნეგურაჩკა? რუსულად რატო არ ბაზრობ? რემბო. ამას ესეც ვიცი, ესეც რაბანა. ესეც ვიცი, კი ბატონო. კოტეკი არა, ნუ ვიცი, ხა ვდებილობ, არა. უბრალოდ დამავიწყლად, თორე რა თქმა უნდა ვიცნობ ამას, ეს ცნობილი იუთუბერია. ბატონო, მოიცა რა. ტატო, ხო. ბატონო ტატო, რატომ არ ვართ რუსეთში? ყველას გადახედეთ ან. ყველას გადახედეთ, ძმებო, ყველას გადახედეთ. რატო არ ვართ რუსეთში? ხო რუსეთში მივდიოდით. და აქედან ნახევარი ხალხი იდგა იმ პროტესტებზე. ლელო წურწუმიასავით და სტეფანესავით აპროტესტებდა რაღაცეებს და მე რომ მიხვნე რომ სტოპ ერთამ ჩავიჯვით. მაშინ აქეთ ვართ, კაცო. კოცები არც ისე ცუდები ყოფილან. ამათკენ ვართ. თქვენ დედაც მოვტყან ყველასი წადით აქედან, ჩვენ წავაგეთ. ეს არის ბიჭო, ამ ყველაფერს გაჯერებენ, ამ ყველაფერს გასმენინებენ. იცოდე, მე ვიქნები ამ ყველაფრის სადარაჯოზე, მე ვიდგები ამ ყველაფრის სადარაჯოზე. ყველას ვაჩუქებთ ნახშირს, იცოდეთ. ყველა იუთუბერს, ყველა მსახიობს, რომლებიც ესე გაგოიმებენ და ესე გატყუებენ. ბლიად მეთქი და ხელი. კოცეთ და ჩემ გამომწერებს ამ საათს მართლა დედას ვიფიცები, რომ 31 დეკემბერს გავათამაშებ რა. აქამდე რომ ვერ გავათამაშებ აპატიეთ. მეზარება ეხა ახსნა რატო ვერ გავათამაშებ, მაგრამ მართლა დედას გეფიცებით, რომ ტექნიკური საკითხების გამო, იმიტომ რომ არ ხდება ესე რომ ერთხელაც დააჭირო და ვიღაც რენდომი ამოერჩიო რა და მომიწია მაგისთვის ჩემი სისტემის შემუშავება და მაგ ყველაფერს ნახავთ რა. არ გადამიგდიხართ არავინ, ჩემთვის არ დამიტოვებია საათი, დედას გეფიცებით, მე არ გამიკეთებია ხელზე. ვაფშე იმენა, არც არავისთვის მიჩუქებია. აგერდევს საათი, ეხა მომაღებინებთ რა. მაგრამ ჯანდაბას ამოვიღებ. აგდევს საათი ხელუხლებელი, მართლა დედას ვიფიცები, რომ არ გადამიგდიხართ, უბრალოდ ტექნიკურად რთული იყო რა. ერთი 10-15 წუთს მოითხოვს და 10-15 წუთი ეხა საუბარი. ისაც ნახევარი საათი საუბრობ ხოლმე. დაუგეგმავად, უცებ ჩავრთავ კამერას და უბერავ და ეხა კიდე 15 წუთი დავამატებინეთ ამის გამო რა და ასე რომ 31 დეკემბერს მართლა თავს ძალას დავატან, თუნდაც სხვა არაფერი ჩავწერო, მხოლოდ ამას გავათამაშებ. გეფიცებით, კოცნით მიყვარხართ. ჩაო კაკაო. პიუ.